თქვენ უყურებთ ჯაფარას პოდკასტს, გთხოვთ არხი გამოიწეროთ, ვიდეო დაალაიქოთ. დღეს ჩვენი სტუმარია პარაათლეტი, პარაოლიმპიელი ტაიკვანდოში, ნიკონა ჩაჩიბაია. გამარჯობა, როგორ ხარ? გამარჯობა, კარგად. თავად? მეც კარგად, მადლობა უკვე კოლეგაც, იმიტომ რომ პოდკასტი დაგიწყია. ხო, რაღაც პირველი ნაბიჯები ავიდგე თითქოს YouTube-ზე და ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. რა მიმართულებით ფიქრობ პოდკასტის? მიმართულება ესე არ ამირჩევია, მაგრამ აი რაღაც ძალიან თემატიკა ან რაღაცაზე იქნება. ანუ ძალიან საინტერესო ადამიანები, იმიტომ რომ მე პოდკასტს როცა ვუყურებ, აი ძალიან უნდა ჩამithრიოს ადამიანმა, რომ მაგის ისტორიას ბოლომდე ვუსმინო რა, ანუ ხო და მაგიტომ მინდა რომ აი ისეთი ისტორიები რომელიც ძალიან ხშირად არ გვსმენია და ასევე ადამიანები რომლებიც აი ყოველ ვიდეოში არ გვხვდებიან რა, აი ძალიან იშვიათად რო ჩანან იდეაში ეს მინდა და ვნახოთ აბა როგორ განვითარდება არ ვიცი. ხო, უყურებ ორი ეპიზოდი კიდევ შეჯერობით, ხო? ხო, და საინტერესო იყო ნამდვილად. ლინკი აღწერაში იქნება მითითებული, შეგიძლიათ გადახვიდეთ, გამოიწეროთ. დიდი მადლობა. ნიკონას არხი დავიწყოთ სულ თავიდან. აი ის გამოც მომინდა პირველად მოწვა ყურეასაც მოვკარი, ნუ ხა მე რო ჩავეძიე კიდე რა თქმა უნდა ბევრი საინტერესო თემა არის. მაგრამ იყო ის რომ გადმოვარდი მე-9 სართულიდან ბავშვობაში. კი. რამაც გამოიწვია ეს ხელის დაკარგვა და ეს აი ეგ მომენტი იმაქიდან რომ დავიწყოთ შეგიძლია რომ გაიხსენო როგორ მოხდა. კი ბატონო, ბავშვობაში ვერ ვიტყოდი რა, ანუ უფრო თინეიჯერობის პერიოდში იყო ეს შემთხვევა, როცა მე-9 სართულზე სახურავზე ვიყავით რა და აი პოპულარიზაციას ნამდვილად არ ვუწევ იმას, რომ ვიღაცები სახურავზე უნდა იყვნენ, მაგრამ ჩვენ პერიოდში იყო ეს. მეგობრებთან ერთად იყო გასართობად ასე. ხო, ანუ უბრალოდ ჩვენთვის კომფორტული ზონა იყო ის რა, რომ სახურავზე გვინდოდა ყოფნა, ანუ რაღაც დამალვა გვინდოდა, აი სიგარეტს ქუჩაში მაგ პერიოდში ვერ მოწევდი ნამდვილად რა, ანუ როგორც ახლა დღეს უკვე ყველა გათავამდა, ეგრე არ იყო და რატომღაც აი ეს სივრცე იყო ჩვენთვის რაღაც განსაკუთრებული თუ რაღაც ეგეთი. ალბათ საბედის წეროც რა. რო არა ის ყველაფერი ესე ხო არ ვიქნებოდი. მე რატომღაც ვფიქრობ ხოლმე, რომ ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ეგრეა საჭირო. ძალიან ჩვეულებრივად შეიძლება და იმ დღეს სახურავზე არ ვსულიყავი, მაგრამ ნუ მომიწია ავედი და გადმოვარდი რა. და ეგ თვითონ ეგ მომენტი როგორ მოხდა? ნუ მოვაჯირზე ჯეკით კიდეზე თუ ხო? პროცესი, აი ეგ გადმოვარდნის პროცესი დიდად არ მახსოვს და ზოგადად ფსიქოლოგებიც და ექიმებიც იმას მეუბნებოდნენ, რომ კიდევ კარგი რომ ეგ მომენტები არ გახსოვს, თორე შეიძლება ესე მყარ ფსიქიკაზე ვერ ყოფილიყავი რა. შესაბამისად ალბათ მადლიერიც უნდა ვიყო, რომ არ მახსოვს კონკრეტულად ის მომენტები ძირთად ხალხს. არც მონაყოლი არიცი, ვთქვათ. მონაყოლი ისინი, ვინც იქ იყვნენ, საერთოდ არავინ არ მინახავს, მაგრამ მეზობლები რა, იმ კორპუსში ვინც ცხოვრობდნენ, ისინი მიყვებიან, რომ აი ისეთი ხმა გავიგეთო, რომ მეგონა მანქანები შეეჯახნა ერთმანეთსო და ერთ-ერთი გოგონა, რომელიც დღემდე კომუნიკაცია აქვს ჩემთან და საშინელი კივილის ხმა იყო და საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი იმას, თუ ჩემი კორპუსიდან რაღაც გადმოვარდაო და რო ჩავედითო, თურმე გონზე ვიყავი კიდე და ვყვიროდი, რომ ტკივა რაღაც ესა და ნუ ჰოისაოცრება და მოხდა ის, რომ გამოიძახი სასწრაფო და აი ერთადერთი მახსოვს ექიმების ხმა, რომ არასრულწლოვანი მოყავსო. საიდან დადგეს ეგეც არ ვიცი, მაგრამ არასრულწლოვანი მოყავს საოპერაციო გამზადეთო რა და всё, აი უკვე ითიშება ჩემი ეს რაღაც მომენტები, რომელიც მახსოვს რა. ой, თვითონ ეს გადმოვარდნის მომენტი, რაღაცა ფრენა არაფერი. ხო, ხალხი ძირთად მეკითხება ხოლმე, რომ აი ჰარში რომ მოფრინავდი როგორი იყო და არ ვიცი. არ მახსოვს რა. უცნაურია. ხო, ანუ იმხელა შოკი იყო რა. ეხლა შეჯიბრზე რომ გავდივარ ხოლმე და რომ ვიგებ ან ვაგებ რაღაც კონკრეტული ჩხუბი ხო მაგ ის მომენტებიც არ მახსოვს, იმიტომ რომ აი მაგ დროს იმხელა ადრენალინი გაწყვება, რომ ალბათ გავიწყებს რა იმ კონკრეტულ წამებს, წამის მიათასედებს. ეხლა ბრაზილიაში ვიყავი და ეხლა არა, ნუ ბოლო შეჯიბრზე და მახსოვს, რომ ფინალს ჩხუბობ რა და მე ჯერ ოქროს медали არ მაქვს. ანუ სპორტსმენი ვარ, რომელსაც აქ ვერცხლი ბრინჯაო და ვიგებდი. ეს ბრაზილიაში რა ტურნირი იყო? მე მგონი ბრაზილია ოფენი იყო, რიო ოფენი რა. და ვიგებ ჩხუბს და აი დარწმუნებული ვარ, რომ ოქროს медали ჯიბეში მიდევს და აი ბოლო წამის მეათასედებში რა დამემართა არ ვიცი, მაგრამ აი ეს უბრალოდ დავეცი და წავაგეჩო.
ანუ დაცემა არის ჯარიმა რა და ერთი ქულით მომიგო იმან რა მოგებული ჩხუბი მივეცი ჩემს მოწინააღმდეგეს და ეგ მომენტიც არ გახსოვს რატო ხო აი არ მახსოვს ეგ მომენტი ხა რატო დავეცი აი არანაირი მიზეზი არ მქონდა დაცემის რა ხასთან ვიყავი რა იტაეკვანდო ვინც იცის მიხვდება მარტივად რომ ხასთან ვიყავი არ უნდა დავცემულიყავი და არც უნდა გადავსულიყავი და მე დავეცი ყველაზე უარესი ვერსია გავაკეთე რა მაგ დროს ვერ ვაზროვნებ რა ანუ აი მაგ დაძაბულ მომენტებში ხო ალბათ რაღაცა ტვინის დამცავი ფუნქცია არის ეგ ხო ხო შესაძლოა თორე ალბათ ხა ყველაზე მძაფრი შეგრძნება მაგ მომენტში იქნებოდა და კი წარმოიდგინე პირველ ოქროს ვიდებდი ჯიბეში ანგარიშზე ვიდებდი ოქროს და საათ ვეღარ ეს ყვირილიც ვინც შეესწრო იმის ყვირილი ესმოდათ თუ ჩემი ყვირილი ხახმა დაინახა როგორ არ ვინ უნდა დაინახეს როგორ დანახვით ესე არ ვიცი ვინმე არსებობს თუ არა ვინც დამინახა მაგრამ უკვე ძირს რო ვეგდე აი და იქიდან მერე პირველი რაც გახსოვს არის სასტრაფო ხო სასტრაფოს ხმები მახსოვს ძალიან კარგად და ეს რეალ მობილით რო გადავყავართ ხომ ის მეორე ეპიზოდიც მოსმენი მაქვს და შენთან როგორც წყვება თავის გადმოსახედიდან და კი აი დედაჩემი იძახის და ვინახე როგორ სიტუაცია იყო ხო აი დედაჩემი რასაც იძახის მე არაფერი არ მახსოვს რა უბრალოდ საოპერაციო შუქები მახსოვს ის რომ მე დედაჩემი ვნახე და ესე მკითხეს ეს იცანი ვინ არის ეგენი მე არაფერი არ მახსოვს რა და ნუ ბოლო ჩემი ცხოვრება იწყება 1 ივნისს რა ანუ 29-ში გადმოვარდი და 1-ში იწყება რომ აი ეგთანი მახსოვს დღემდე კომუნიკაცია მაქვს იმ ეგთანთან იმიტომ რომ ძალიან მიყვარა და ის ქალი გოგო და მან მკითხა როგორ ხარო და აი დაიწყო ჩემი ახალი ფურცელი რა ცხოვრების ახალი ეტაპიც რატო გჯერა რომ ყველაფერს თავის მიზეზზე აქ რაც ხდება იცი რატო ასე გჯეროდა მანამდეც თუ მე დაინახეს არა მანამდე არ ვჯეროდა მაგრამ აი ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი ზუსტად ისე ლაგდება რომ გადავხედავ წარსულის რაღაც მონაკვეთს ანუ საჭირო იყო რომ აი ეს ყველაფერი გამომევლო ესე ვფიქრობ იმიტომ რომ მე რო ხელი არ დამეკარგა და ის 29 მაისი რო არ ყოფილიყო ვიქნებოდი ჩვეულებრივი ადამიანი რომელიც მაქსიმუმ ისწავლიდა შეიძლება ვერც მესწავლა არ ვიცი და ხელის დაკარგვით გავხდი რაღაც განსაკუთრებული ადამიანი რა აი ორ ოლიმპიადაზე რო ხარ ნამყოფი ერთი ცურვიდან მეორე ტაეკვანდოდან ანუ ჩემთვის ეს ყველაფერი ხო ტაეკვანდოდან პარიზის ოლიმპიადაზე კი პარიზი 2024-ზე ვიყავი მანამდე ნიჭიერში და ანუ ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპები გავიარე რა ამ უხელობით და ფიქრობ რომ აი სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია და ამ სიცოცხლის განმავლობაში რაღაცას რო გააკეთებ უკვე ესე იყო რა საჭირო. დაწერილია, აი ესე მგონია რომ დაწერილია ყველაფერი რაც ადამიანს ხდება. რა თქმა უნდა, ხცუდი რომ ხდება ვიღაცის თავს არ არის კარგი, მაგრამ მე ესე მწამს ყოველ შემთხვევაში. თუ ყველაფერი დაწერილია ესეთი ცხოვრების ასე ჩინაარსი რა შეიძლება იყოს. ეს ცოტა ბოლო კითხვა რასაც პოდკასტში უსვამ ხოლმე, მაგრამ ცხოვრების აზრი, მაგრამ მაგაზე თუ გიფიქრია? არ მიფიქრია. აი თავისუფლება არსებობს ესეთ დაწერილ ცხოვრების პირობებში. აი ზუსტად ვერ ავღწერ რა, მაგრამ მე მგონია რომ ყველა ადამიანმა იცის საბოლოოდ მისი ცხოვრების არსი. ანუ მე ვიცი, ჩემი თავი წარმომიდგენია, როგორ იცი, აი რატომღაც ბავშვობაშიც მე ფსიქოლოგი მყავდა, ოღონდ ეს ფსიქოლოგი ავიყვანე სპორტის გამო რა და არა იმის გამო რომ ხელი არ მაქვს. სპორტულ თემაში მე ძალიან ვიჭრებოდი, აი ამდენი ხანი სპორტში რო ხარ და ვერ აკეთებ იმ შედეგს რაც გინდა, ცოტა რთულია და ავიყვანებ სპორტული ფსიქოლოგი ანა არველაძე, რომელსაც აქედან მოვიკითხავ დიდი სიყვარულით. მან მითხრა, რომ ბავშვობიდან იცი რა იქნები მომავალში რა. შეიძლება ზუსტად ვერ ვამბობ ხა როგორც მითხრა, მაგრამ შინაარსი გამოვიტანე. მე წარმომიდგენია, რომ რაღაც სამოტივაციო სპიჩებს ვკითხულობ ხალხში რა. ხო და აი რო არა ეს 29 მაისი ხო არ ვიქნებოდი ესე. ხო. ხო, ამიტომ მგონია რომ აი ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს. არ ვიცი სწორად გავეცი თუ არა შეზკითხოს პასუხი, მაგრამ მე ესე ვფიქრობ რა და ვერ გადავარწმუნებს ვერავინ. ეს თქვა ახალ ცხოვრებასთან შეგუება, როგორც ახლა თქვი ფსიქოლოგი, მაშინ არ დაგჭირდა. არა. საკმაოდ ძნელი შესაძლებელი იქნება და ესეთ დრამატულ ცვლილებას რომ მithumetes ასეთ ახალგაზრდა ასაკში. როგორ უნდა მოახერხო ეს რა?
ხო მაშინ ხა ამ გადმოსახედიდან სხვანაირად უყურებ, მაგრამ მაშინ ხო რა გიქვა მამას. რაცა დიდი ტრავმად დაგიქვა ხო, ანუ როგორი იყო ის შემდეგი დღეები და თვეები ცხოვრების. რთული იყო ამ ხრივ. ერთ-ერთი ინტერვიუში მე ბოდიში გაწყვეტინე ფოსმელი, რომ პირველი ემოცია იყო სიხარული, რომ გადარჩი. ყველას ეგრე გონია, ბუნებრივია, რომ ადამიანს რომელსაც ორი ხელი ქონდა ხდება ესეთი სიტუაცია, რაღაცა შემთხვევაში. ხო, ალბათ ვიფიქრია, რომ აი როგორ იქნებოდი მე რომ დამართნოდა ეს. ხო, ზუსტად. მეც ვფიქრობ ხოლმე ხშირად ადამიანებს რო ხვდები, აი ჩემ თავზე წარმოვიდგენ, რომ ეს როგორ გადავიტანდი ამას. არაფერი ცუდი, მართლა. აი გულწრფელად არაფერი ცუდი არ მიფიქრია. არაფერ ცუდ აზრს ჩემს თავში არ გაუვლია, პირიქით, ისეთი მადლიერი ვიყავი, რომ ანუ ვერ ავღწერ რა. უბრალოდ ერთი მადლიერი მისი რომ გადარჩი და ცხოვრება გაგრძელდა. კი, აი სიცოცხლე არის ყველაზე მნიშვნელოვანი რა, ჩემი აზრით. რავი, აი არ მქონია პრობლემა ამ უხელობასთან, ერთი დღე არ მქონია პრობლემა. ადამიანების დამოკიდებულება შენს მიმართაც შეიცვლებოდა. მეგობრების, სოციუმის სადაც იყავი. იმათი დამოკიდებულებაშიც არ იყო არაფერი ისეთი, რაც თქვათ. ბევრი მეგობარი დავკარგე იმ პერიოდში. ოღონდ არ ვიცი, მე დავკარგე ხელი თუ მათ დაკარგეს ტვინი, მაგას ვერ ხვდები, მაგრამ ჩემი უხელობა ვიღაცისთვის პრობლემა რატოა, ანუ მაგას ვერ ვიაზრებ დღემდე რა. მე მყოლია შეყვარებულიც და მისთვისაც ყოფილა ეს ჩემი უხელობა პრობლემა, ანუ საქართველოში ვერ ვიაზრებთ მე მგონი იმას, რომ დამოუკიდებელი ადამიანი, რომელსაც ხელი არ აქვს, ვიღაცისთვის პრობლემა არ არის რა. მე ჩემო ოჯახსაც კი არ ვაწევარ, ანუ არც ფინანსურად, არც დამოკიდებულებით, ანუ ხო ხვდები, ყველაფერს ვაკეთებ დამოუკიდებლად რა, არავისი, არაფერი არ მჭირდება, თუმცა ესეა რა, ანუ რაღაცას ვიღაცა ვერ ეგუება და რის გამო ამას ვერ ხვდებიან რა, ჩემთვის მიუღებელია. ვიღაცის ეტოხში ჯდომა ჩემთვის პრობლემა რატო უნდა იყოს? ანუ ვიღაცის რაღაც ყოფილა, კი, მე მყოლია გარშემო ადამიანები, ვისაც ჩემსავით პირობითად ხელი არ აქვს, ხო? იმდენი სიკეთე გამიკეთებია მათთვის. ოღონდ ეს სიკეთე იმიტომ არ გამიკეთებია, რომ 64-ში ადგილი გავინახდო, ან ვიღაცა მადლობა მითხრას და ჩემს დანახვაზე დამიჩოქოს, არა, იმიტომ გავაკეთე, რომ მეც მჭირდებოდა იმ პერიოდში, მყოლოდა ადამიანი, ვინც გზაზე სწორად დამაყენებდა და მე არ მყავდა ესეთი ადამიანი. ხო და რაღაც ეს მისია ავითვისე, რომ რაც მე გამოვიარე, უკვე დახვეწილად გადავცემ სხვას რა. დამიკავშირდა ვიღაც მშობელი, მითხრა, რომ ჩემშულს ეს ხელის ამპუტაცია გაუკეთეს, მივედი, გადავყევი, არაფერი ცუდი არ გამიკეთებია იმ ადამიანისთვის, მაგრამ დღეს ყველას ეუბნება, რომ მე ცუდი ადამიანი ვარ. აი, ჩემთვის ძალიან მიუღებელია ეს ყველაფერი. და სხვათა შორის არც ჩემს TikTok-ებში, არც პოდკასტებში ხო განსაკუთრებით, არც გადაცემებში არ მომიყოლია ეს ამბავი, რომ ადამიანს ჩემი წონაც მივეცი, ჩემ სპორტში მოვიყვანე და დღეს მე მისთვის ვარ საშინელი ადამიანი. უბრალოდ იმიტომ, რომ მე არ მიყვარს ზოგადად როცა ადამიანი მეთამაშება რა და მე შენ რო პატივს გცემ, ანალოგიურად შენგანაც პატივისცემას მოვითხოვ, ეს ხო დაუწერელი კანონია. აბა ვის გაუგია ცალმხრივად სულ პატივისცემა რა, უბრალოდ პატივისცემა ნიშნავს იმას, რომ მე რო კარგ გამარჯვებას გეუბნები, შენს კარგი გამარჯვება მითხარი და მაგ პატივს რო არ მცემ, მე იქ შემიძლია უკვე გადაგხაზო და შენთან არ ვიურთიერთო და სამწუხაროდ ეს ყველაფერი წყინთ ადამიანებს და ავიწყდებათ ის ყველაფერი, რაც მანამდე იყო. მანამდე სპორტსმენი იყავი? თუ მერე დაიწყე? ცურვაც. მეც ეკვით დავიწყე საერთოდ. ქეთევან ზაზანაშვილთან ერთად დავდგით რაღაც თანამედროვე ბალეტი, გავედით ნიჭიერში და სხვათა შორის მაშინ მეუბნებოდნენ, რომ მე ვიქნებოდი გამარჯვებული ნიჭიერის, თუმცა მოხდა ისე, აი ესეც ხო საჭირო იყო. სულ ეს მაგალითი მომყავს ხოლმე, რომ ესეც საჭირო იყო. ვინ გეუბნებოდა თავს? თვითონ შეკონელები თუ ხო? კი, პროექტი მეუბნებოდა იმას, რომ მე ვიქნებოდი გამარჯვებული და ისედაც ეხა შემოპირე, რომელიც გადის, ძალიან დიდი შანსია, რომ მოიგოს, მაგრამ მე მეწყვილე შემხდა ისეთი, რომ ვერ გავიმარჯვეთ მოკლედ და მე დამიკავშირდნენ, რომ პარაოლიმპიური კომიტეტი არსებობს, რომლის შესახებაც მე არ ვიცოდი და მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე, რომ ადამიანებს ეს ინფორმაცია მივაწოდო. დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ იქნებ ცურვა გეცადაო რა.
და ეს ჩემს პოდკასტშიც მოვყევი რატო ვცადე ცურვა. სახლი არ გქონდა ისეთი, სადაც დამოუკიდებელი აბაზანა გვექნებოდა მე და მამე ჩემს და მაგიტო გადავწყვიტე, რომ ცურვა დამეწყო, რომ აი მეთქი რაც მჭირდება ის მაინც დამხვდება იქ თქო და არა მხოლოდ ის დამხვდა რიოს პარაოლიმპიური თამაშები და ბევრი წარმატების ნაბიჯები, რომლებსაც ეხაც კი ავდივარ რა. ტაეკვანდომდე როგორ მიხვედი? ტაეკვანდომდე. და რატო ტაეკვანდო? მანდაც დამირეკეს და შემომთავაზეს. ჩამოიშალა ცურვის ფედერაცია და ისედაც მე რომელმაც 16 წლის ასაკში ხელი დავკარგე, ვერავის ვერ ვაჯობებდი იქ, იმიტომ რომ იქ ყველა იყო პროფესიონალი და ცურვა არის სპეციფიკური რაღაც სპორტი, სადაც წამის 1000-ები გჭირდება, რომ ვიღაცას გაასწრო რა. და მე მეღადავებიან ხოლმე, რომ რიოშიო შეგელოდებოდით, როდის ვორჩებოდიო რა და ნაწილობრივ ეგრე იყო, იმიტომ რომ დამწყები ათლეტი ხარ, მიდიხარ პროფესიონალებს ეჯიბრები, ოლიმპიადაზე ყველა ხო ვერ ხვდება და მივხვდი, რომ ჩემი საქმე არ იყო, თან ფედერაციაც ჩამოიშალა რაღაც პრობლემები ჰქონდათ და დავჯექი სახლში. დაახლოებით 2 წელი სახლში ვიჯექი. არაფერს არ ვაკეთებდი საერთოდ და ეს რამდენი წლის ხავი უკვე ამ დროს? 17-18-ის რა. 20 წლამდე ვიყავი მოკლედ და არაფერს აღარ ვაკეთებ. ცალკე გადავედი საცხოვრებლად თან და მქონდა დღეებიც, როცა მართლა პურის ფულიც არ მქონდა, აი მართლა და ჩემი ბავშვობის მეგობრები, ძირითადად ისინი ამოდიოდნენ და ზოგს კარტოფილი აქვთ ხოლმე, ზოგს პური და ესე გაგქონდა რა დღე. თავარია აი ეს ნამდვილი ადამიანობა რა და ერთ დღესაც მირეკავს ტელეფონი და პარა ტაეკვანდოთი ხო არ დაინტერესდებოდითო და საერთოდ ტაეკვანდო რა არის არ ვიცი რა. და მეთქი რა სპორტია რაღაცა და ძალიან აქტიურია, შენ მოდიო რაღაცა, კაი მეთქი და მივედი და დავიწყე ვარჯიში და ვინ იყო ეს მისაგრება? არ ვიცი, სხვათა შორის ვიღაც ქალბატონი იყო, რომელიც ალბათ ჯამში 3-ჯერ მყავს ნანახი და ძალიან დიდი მადლობა მას იმისთვის, რომ იმ პერიოდში მე ეს რაღაც საოცარი ზარი იყო მისი მხრიდან ჩემთან და დავიწყე ვარჯიში, მაგრამ რო გითხრა თავიდან მომწონდა ეს ყველაფერი თქო, არა კეთილ თავიდექი 2 საათი და რაღაცა ერთი და იგივე მოძრაობას ვაკეთებდი რა ფეხის აქნევებს და მე უკვე გამოჩნდა ჩემი ტრენერი შოთა გოჩიაშვილი, რომელმაც დაგვაყენა ესე გზაზე და იმ გზაზე ვდგავართ, რასაც ვერასდროს ვერ დაუკარგავ ამ ადამიანს. და დღეს ვარ ევროპის 4 გზის პრიზიორი. და იმედი მაქვს, რომ ეხა ევროპის ჩემპიონატი მოდის. ჩემს დაბადების დღეზეა თან 14 მაისს და მინდა რომ ევროპის ჩემპიონი გავხდე. და ნახოთ როგორ გამომივა, არ ვიცი. სად ტარდება? გერმანიაში, მიუნხენში. და ნუ ჯერჯერობით ამგზით აპირებ ოლიმპიადაზეც ალბათ მომავალში. კი, ლოს-ანჯელესიც და ვსო. ესე მოგხოლმე, აი ლოს-ანჯელესი და მე რა უკვე. შემდეგი ლოს-ანჯელესშია? კი. ესეთი კიდის გამიგეკე რომ ფანტომური ტკივილი არსებობს, ეგ შეგრძნება თუ ქონდა. ფანტომური ტკივილი როცა დაკარგული კიდური ტკივა ასე ვთქვათ რა, რომელიც დაკარგულია და. კი, არსებობს ეგ და მე გონი რომ იმიტომ არსებობს რომ ის ნერვი რაც დაკავშირებულია დაუშვათ თითებამდე ცოცხალია, იმიტომ რომ მე შემიძლია ორივე ხელი ესე გავაკეთო. ამ მოძრაობით რა, აქეთაც ვაკეთებ და აქეთაც და ალბათ ის ნერვები გტკივა მაგ დროს, რომ გაწუხებს. ხო. მე მომენტები მქონდა, რომ საერთოდ მავიწყდებოდა, რომ ხელი არ მქონდა, ანუ იმდენად არ ვფიქრობდი ამ ყველაფერზე, რომ ტელეფონზე ესე გამიწვდია ხელი, რომ მეთქი აღარ მაქვს ხელი და მე უკვე ანუ ხო რა, არსებობს უბრალოდ დროებითი ეგ. ნუ მე ყოველ შემთხვევაში ახლა აღარ მაქვს საერთოდ და სხვათა შორის ძალიან ბევრი ადამიანი მიკავშირდება ამ კითხვით, რომ ფანტომური ტკივილი დღემდე მომყვებაო და არ ვიცი, ჩემ შემთხვევაში მარტო 3 თვე იმუშავა ამ ყველაფერმა, მე უკვე აღარ. რაღაც მომენტი არის ხოლმე, რომ ძალიან ტკივა და არ ვიცი რა მტკივა, მაგრამ ალბათ ეს ნერვი რა, რომელიც ცოცხალია მთელი ცხოვრება. ხო, ისე ვარჯიშს რო დაუბრუნდეთ, ჩვეულებრივ ტაეკვანდოს და თუ რაღაცა განსაკუთრებული პირობები ჭირდება, განსაკუთრებული ვარჯიშები, თუ ჩვეულებრივი პროგრამით რაღაც არის თქვა აქცენტს მეტად აკეთებ თქვა ფეხით დარტყმაზე ან რაღაც ესეთი. განსაკუთრებული ვარჯიშები ესე არ სჭირდება, თუმცა მე ვარ ძალიან
იდეალისტი და ყველაფერი მინდა რომ იდეალურად იყოს ამისთვის ვარჯიშზე არ ვიცი დაიჯერებს თუ არა ადამიანი, მაგრამ 5:30-ზე რო ვიწყებ, გამოდივარ ხანდახან 11:30-ზეც გამოსულ რა. ტელეფონზე მაქვს ცილის რეჟიმი, რომელიც ჩართულია ხოლმე, მე რო უკვე სახლიდან, იმიდან ვარ დარბაზიდან გავდივარ რა. სპეციალური ვარჯიშები უფრო ტაქტიკური სპორტი არის რა და გჭირდება შენი მოწინააღმდეგის გაცნობა და შენ მოწინააღმდეგეს რო გაიცნობ, ყველაფერი უნდა გქონდეს იმისთვის, რომ ის რასაც არ ელოდება, ის დაუხვედრო, ის დარტყმა. ესე ფიზიკურად ფეხის ვარჯიშები კი ძალიან რთული არის, მაგრამ როცა გიყვარდება რაღაც და უკვე როცა გრძნობ რომ ეს სპორტი შენია და ამ სპორტში გინდა რომ შენ იყო ის ოქროს მედალოსანი და ის ისტორია გქონდეს რაც წარმატებულ სპორტსმენს სჭირდება, უკვე იქ ჩემთვის ის 5:30-დან ღამის 11-მდე დრო არ გადის აი იმით რომ აი მე როდის სწავლა, არა პირიქით რომ მივდივარ ხოლმე მიკვირს რომ ჩემ გუნდელებს ვეკითხები ხოლმე რომ დაღლილი ხარ და რომ მეუბნებიან ცოტა კი მე მიკვირს ხოლმე რომ ანუ მე არ ვარ დაღლილი და მეთქი რა ხდება. ამიტომ მე მგონია რომ შემიყვარდა და მაგიტო რა. ხო, თან ძალიან აქტიური სპორტი არის და ესეც სტილია, ორთობლივი. სულ აქტიურია რა, აი ვერ იქნები პასიური. შეიძლება 1 წუთი იყო პასიური და ისვენებდე ის 1 წუთი, მაგრამ ძირითადად სულ ჩართული ხარ ამ მოძრაობებში და ხო რა, მგონია რომ ეხა რომ დაინახო ეს ყველაფერი შეიძლება მოგეჩვენს რთულად, მაგრამ ჩემთვის უკვე დიდი სირთულეს აღარ წარმოადგენს რა. პარაოლიმპიადაზე კლასიფიკაციები როგორ ხდება? აი თქვათ ვინ ვისთან გამოვა შეჯიბრში? კლასიფიკაციები ხდება ისე რომ მე ვარ პირველი წონა -47-ში მიწევს ბრძოლა და ხდება ყველა ვისაც ხელის დეფექტი აქვს რა. შეიძლება ისე არ იყოს როგორც მე ვარ. ჩემს წონაში სხვათა შორის მინდა გითხრა რომ ყველას ხელი აქვს. უბრალოდ მოკლეები აქვს რა და ერთი მე ვარ რომ ეს ჟილეტი ღია მაქვს ხოლმე რა. დანარჩენს ეს არის დაბადების დროს მიღებული ტრამვები. მე მყავს გუნდელები, რომლებიც 5 კილო იყვნენ რომ დაიბადნენ და ეგ თანმა ვერ მიიღო შესაბამისი რაღაც რავი რა ქვია მაგდას მშობიარობის დროს ვერ მოერია ხო ვერ მოერია ჩვილ ბავშვს და დაუზიანა ხელი შანსი არა ეგ არასდროს არ გამოსწორდება რა ანუ ეგ ნერვი დაზიანებული და ესეთი ადამიანები არიან უკვე პარა ათლეტები რა ჩემი გუნდელებიც სხვა ქვეყნებიდანაც ესეთი ისტორია ჩვენ გქონდა შეკრება კორეაში და ვიყავით 40 ათლეტი და 40-ვე შოქში იყო რომ უთხარი რომ მეცხრესართულიდან გადმოვარდია გადავრჩი მეთქი იმდენად გაოგნებულები იყვნენ რომ ანუ როგორ რაღაც მე კიდე მეგონა რომ მსგავსი რაღაც ისტორიები ქონდათ ამათაც და ყველას ან დაბადების ტრამვა ან ავარია ან უბრალოდ ესე დაიბადნენ არსებობს რომ ხელის გარეშეც იბადებიან სხვადასხვა საქართველოში ძალიან ბევრი მწერს უკვე რომ აი მეც ესე დავიბადე და რაღაც ხო, გადმოვარდნის გამო ხელის დაკარგვის მიზეზი რა იყო? ანუ მე რაღაცა როგორც ვიცი დროთა განმავლობაში ხო, დროთა განმავლობაში რამდენიმე დღეში მოხდა, მაგრამ პირველს როცა აკეთებენ სასიცოცხლო ორგანოს ხა აღარ აკვირდებიან. ნუ მაგ პერიოდში არ აკვირდებოდნენ, თორე შეიძლება კატე გადაგიღონ და ეგრევე გაიგონ რა გჭირს, მაგრამ იმ პერიოდში ღვიძლი მქონდა ამოვარდნილი და დააბრუნეს თავის ადგილას რა. და უკვე მეორე დღეს მიიქცია ყურადღება რომ ეს ხელი რაღაც უცნაურად გასიებული იყო და მე იძახის დედაჩემი რომ მაგ დროს გადაწყვიტეს უკვე რომ ამპუტაცია გაეკეთებინათ რადგან უკვე განგრენა მიმდინარეობდა ეს განგრენა არც ვიცი საერთოდ ქართული სიტყვა არის თუ არა მაგრამ რაღაც ესეთი სამედიცინო უკვე ძალიან გვიანი იყო რა და გამიკეთდა ამის გამო ამპუტაცია. ესე დაეცან ხეზე? კი, რუსთავში ვიყავი, სხვადასხვა TikTok-ზე მიდევს ეგ ვიდეო და ვეძებდი იმ корпуს, არ მახსოვდა ის корпуსი, იმიტომ რომ ძირითადად კითხვა გჩნდებათ ხოლმე, რომ აი იქ თუ ცხოვრობდი, როგორ არ ცხოვრობდი იქ, ანუ სტუმრად ვიყავი, სტუმრად რა მეგობრები მყავდა და იქ ჩავდიოდი ხოლმე რა თბილისიდან რუსთავში. არ მახსოვდა არც ის корпуსი, არც ის ხე, არც ნუ მოკლედ უბანი მახსოვდა ერთადერთი და რომ მივედი დამხვდა ხე რაღაც უცნაურად ფერადი ლამაზი და მეგონა რომ ის ხე იყო მაგრამ არ ყოფილა ის ხე ის მოუჭრიათ გახმაო და
არ დამხვდა სამწუხაროდ, თორე ძალიან მაინტერესებდა და რაღაც მინდა. ხო, შეიძლება ითქვას იმ ხემ გადაგარჩინა ეგეც არის, ხო? ხემ გადამარჩინა ნამდვილად. შენი ვლოგი ვნახე და იქ ამ თემას ესე იუმორითაც ეხები. კი. ხშირად რაღაცა ხუმრობ ხოლმე ამ თემაზე. იუმორი დაგეხმარა ამ ამბების გადახაშვაში თუ ყოველთვის ესეთი იყავი. რაც ეს ხარ გამოიმუშავე თქვა რაღაც თავდაცვის მექანიზმი კი არ არა მე ესეთი. კი, აი მე ზუსტად მაგას ვამბობ ხოლმე, რომ მე ხომ მყავს ახლა გარშემო შეშემპირები, ბევრნი, ვინც ძალიან ბევრს გადაობენ თავის ანუ ხელობაზე, ანუ ფეხობაზე. ანუ საღადაო რა არის? მე ვუყურებ ხოლმე და აი არც მეცინება რა მაგ თემაზე, მაგრამ ხა მართლა სასაცილო როა რაღაცა, ანუ მაგ დროს ხო რა მეც ხვდავ, მაგრამ აი დავჯდე და აუ უკაცრავად აი ის მომეწოდი და ამავიწყდა აი რაღაც უაზრო გადაობას ვერ ვიტან რა არც აქეთ მინდა რომ ეგრე გამიღადაო არც იქით არ გაგიღადავები რა მაგრამ სასაცილო როც არის ნამდვილად კი გავიცინებ ეს იუმორში არ გადამაქვს საერთოდ უბრალოდ ესე ვარ რა კარგად ვარ ესე და ეს რეალურია რა ანუ მე არ შემიძლია თამაში აი ვინც მიცნობს მიხვდება რომ გამოხედვითაც მეტყობა ხოლმე უკვე როცა დაუკრაფავშია ვიღაც გადასული და ეგრევე სახელმეცვლება რა ნამდვილი ვარ ეს ვარ და რავი რა ვინც მივიღებს პირობები როგორია ხა როგორც სპორტსმენისთვის ხელშეწყობა რამდენად გაქვს ხელშეწყობა გვაქვს ძალიან კარგი შეიძლება ხა ვიღაცას გაუკვირდეს ეს ამბავი საქართველოში როგორ რანაირადო მაგრამ ზოგადად პარა ხალხთან და უხელო უფეხო ეტლიან ხალხთან ყველა ლოიალურია რა გინდა არ გინდა ლოიალური ხდები ერთადერთი ხო ნუ ჯერ სპორტზე ვიტყვი და აი შეჯიბრდა რომ მივდივარ ხო ბოდიში რამდენი წელიწადს დაიკვანდოთ ხა ვარჯიშობ 2019-დან დღემდე აქტიურად ვიყავ 7 წელია ხო კი თორე 2018-ში დავიწყე რა და ის არ მომეწონა რაღაც ერთი და იგივეს რო ვაკეთებდი და მე შოთა რო გამოჩნდა და უკვე გავყევი არც ერთი შეჯიბრი, არც ერთი შეკრება, არც ერთი ინვენტარი ჩვენი ხარჯებით არ არის გაწეული. ყველაფერს გვიფინანსებს პარაოლიმპიური კომიტეტი, რისთვისაც უდიდეს მადლობას ვუხდით მათ თითოეული ათლეტი, მე მგონი მადლიერი უნდა იყოს ამისთვის. ასევე სტიპენდიები გინდა არ გინდა, მაინც ყველა დღესდღეობით ფულის განხრით იყურება და შედეგი, როდესაც გაქვს ძალიან კარგი, ამას არავინ არ გიკარგავს რა. მე, რადგან ევროპაზე მაქვს ბრინჯაოს medali, სტიპენდია მაქვს 1400 ლარი. მაგრამ ვისაც ვერცხლი აქვს, ვისაც ოქრო აქვს, არიან 5000-მდეც აქვს სტიპენდიები, მაგრამ არიან უბადურებიც რა, საერთოდ არაფრად არ თვლიან, გონიათ რომ იმსახურებენ, მაგრამ რეალურად ყველა ამას არ იმსახურებს. ვფიქრობ, რომ ზედმეტადაც კი ძალიან გვერდში გვიდგას პარაოლიმპიური კომიტეტი და ასევე მთავრობაც, მაგრამ ნუ ძირითადად პარაოლიმპიური კომიტეტი. ამიტომ ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს აქვს შანსი თავისი შესაძლებლობები გამოიყენოს ამ კომიტეტში, სადაც 100%-ით კი არა 1000%-ით დაუფასდება რა. ხო, სტიპენდიები როგორ არის? ვერცხლზე არის 5000? არა. მე რადგან ევროპის ბრინჯაოს მედალოსანი ვარ, მაქვს 1400 და სანამ შევინარჩუნებ ამ ბრინჯაოს მექნება სულ. თუ გინდა თანხები კონკრეტულად არ ვთქვათ თუ რა ვიცი, სულ ერთია. მაგრამ ოქროს მედალოსანს ევროპაც თუ აქვს, სოფლიოც თუ აქვს და ასე შემდეგ, მისი ბიუჯეტი 5000-მდეც ადის რა და 5000 ლარი, როდესაც გაქვს შენი საყვარელი საქმის კეთებაში, მე მგონია რომ ძალიან მაგარია. ოლიმპიურ მედალზე არის კიდე რამე დამატებით? კი, ოლიმპიურ მედალზეც, ნუ 5000-ზე მაღლა მე მგონი სტიპენდია აღარ არის რა. ხო, არა, ეს ერთჯერადი ისიც ხო არის ხოლმე. ერთჯერადი პრემიებიც რა თქმა უნდა არის, როგორც ჩვეულებრივ სპორტსმენებს აქვთ პირობითად ვინ მოვიყვანო ხა ყავს ოლიმპიური ჩემპიონი ხო ლაშა ბექაური და თუ გადასცეს ლაშას 1 მილიონი პარა ოლიმპიელ სპორტსმენსაც გადასცემდნენ 1 მილიონს რა არაფრით არ ხო არ განასხვავებენ სპორტსმენებს რა და ძალიან დასაფასებელია ეს ყველაფერი ზოგადად შემოპირებისთვის ხა ამ თემაშიც იქნები ჩახედული და რაღაცა როგორია საქართველოში ცხოვრება, თბილისში ცხოვრება, ქალაქი რამდენად არის? ადაპტირებული? ეხა მე სიმართლე გითხრა, ადაპტაცია არ ჭირდება. ზღოლიც ხარ მანქანაც ყავს და დააყავს. კი. ეს ყველაფერი საზოგადოებამ არ იცის რა, მაგრამ არსებობენ ის ერთეულები, ვინც ეხა მე მომცა ჯანმრთელობის ცნობა, ხელის 1/13 თუ გაქვს, კანონში წერია, რომ შენ მართვის მოწვევის ქონის უფლება გაქვს.
მაგრამ ეს ადამიანი ვიპოვე ძლივს, იმიტომ რომ მე მახსოვს მყავს ერთი ბუბა ნაცნობი, რომელსაც არც ერთი ხელი არ აქვს და მართავდა მანქანას წარმოიდგინე და მე მეუბნება ვიღაც AVEX-ის თანამშრომელი, რომ შენო მართვის მოწყობას ვინ მოგცემს? თან პირდაპირ ესე მეუბნება რა. ანუ ჩემთვის იყო შოკი რა, ვტიროდი, იმიტომ რომ მანქანა მაჩუქეს და უცებ გეუბნებიან რომ შენ მართვის მოწყობას ვინ მოგცემსო, მაგრამ აი ყველაფერი გავაკეთე აბსოლუტურად რომ ეს მართვის მოწყობა ამეღო და მე მივედი კიდეც იმ ექიმთან. ანუ რთული იყო ცნობის აღება. კი. ხო. თვითონ მართვის მოწყობის აღება უკვე ჩაულებრივად გამოცდით. კი, ჯანმრთელობის ცნობა გჭირდება იმისთვის რომ ეს მართვის მოწყობა უკვე აიღო რა. ხო და ამ ცნობის დაწერა არის ის ბევრმა. ერთი ხელის მესამედი, მაგ ეხა მე ავტომატურად მეკუთვნის რა ეს სწორად დაწერილი ჯანმრთელობის ცნობა, მაგრამ არ ვიცი ის ადამიანი ვეღარ ვიპოვე, არც ნომერი მიწერია, არაფერი. მაგრამ ვიცი რომ სადღაც აქ არის ქავთარაძეზე. ხო და არიან ადამიანები, ვინც დღემდე მწერენ და მე ვერ ვაკვალიანებ, რომ ვიცოდი რომ იყო იქ ნარკოლოგიური ცენტრი არის მგონი, თუ ზუსტად მახსოვს სახელი. და მანდ მუშაობდა ეს ქალბატონი, მაგრამ დღეს აღარ არის და არ ვიცი სად უნდა ვიპოვო ეს ადამიანი, ან ვინმე არსებობს თუ არა, ვინც ამ ცნობას ახლა დაგვიწერს, წარმოდგენა არ მაქვს. ხო, მანქანა ალბათ შენ შემთხვევაში არ ჭირდება რაღაც სპეციალური ჩვეულებრივი მანქანა არის, ხო. მარჯვენა საჭიანია უბრალოდ. მაგრამ ეხ მარჯვენაზე რო ვზივარ, ფიქრობ ხოლმე რომ აი მარცხენა რატო ვერ უნდა გავატარო. ხო, ავტომატიკა მithumetes ხო. ძალიან მარტივია. ან მარჯვენა მაგიტო ყავს რა. ხო, აი რაღაც იმ ქალბატონმა ესე მითხრა რომ ადაპტირებულია უკვე შენთვის მარჯვენაო და მარჯვენა უნდა ატარო და მაგიტო მყავს. მაგიტო რა ხა არც მაქვს მაგის ფინანსები შევცვალო, არა. ძირთადი ის მაგით ვიმართლებ ხოლმე თავს, რომ აი ეს იმიტომ მყავს რომ მარჯვენა არა. რაღაცა თქვათ რა არის ყველაზე მეტად საზოგადოების კულტურაში ან ცნობიერებაში ასამაღლებელი არის ყველაზე მთავარი პრობლემა სად არის თქვათ შეშემოპირებისადმი დამოკიდებულებაში. ძალიან მინდოდა ეს კითხვა რომ დაგისვა. აი TikTok-ზე ვარ ძალიან აქტიური რა. 152,000 რაღაცა გამომწერი მყავს და ნუ აქტიური ვარ რა. აი გჯერა რომ არც ერთი კომპანია არ დაინტერესებულა ჩემით. ანუ რა მაქვს 152,000? ხო. ხო, მაშინ ძნელი დასაჯერებელია. ან მინახე რა 15-20,000-იანებს როგორც სპონსორები. ხავს და მე მიწერია, ხვდები? აი რა არის ახლა? ცოტა გამხელილი ჯობს. არა, ხო რატომაც არა. აფთიაქებისთვის, აი ყველასთვის მე მიწერია, მაგრამ აი უკავშირი არასდროს არ არის რა. და იმ დროს ვერანაირად ვერ ვამართლებ რა, ანუ როგორ ახლა ჩემი ვიდეო თითქმის 3 მილიონამდე არის ასული რა. არ შეხვდა მარკეტინგის თანამშრომელს არ შეხვდა უბრალოდ ინტერესი არ არის რა ის შემოპირები გონიათ რომ არ გამოდგებიან არა და ეხლა მე რო რაღაცა ბრენდი მქონდეს შეიძლება ძალიან მიკერძებული ფიქრია TikTok-ი არ მაქვს ფოტოში გაწყვეტინებ მაგრამ ნუ აი რაღაცა შენზე რო ინფორმაციას ვეძებდი მაგის გამო მაქვს ნანახი რა რაღაც ვიდეოები და ანუ კონტენტიც საკმაოდ კარგად არის გაკეთებული და რაღაცა ის არ არის რომ რაღაცა იდეაში შეხედვით რაღაც გამო დაიწურო რა ანუ მინუსებს ვერ ვნახულობ მე თვითონ თუ მეტყვის ვინმე ბაზარი არა მაგასაც გავითვალისწინებ ანუ არ მიტყდება პირიქით ვიღაცა გულწრფელად რომ ელაპარაკება ჩემთვის სასიამოვნოა ერთი მიზეზიც კი არ ვიცი რატო შეიძლება კომპანია არ დაინტერესდეს შეშემოპირით მარტო ჩემით კი არა აი ძალიან ბევრი შეშემოპირი არის ვისაც ძალიან კარგი კონტენტი აქვს მაგრამ ნუ არ ყავს რა არავინ არ ასპონსორებს ეს YouTube-იც რა რომ დავიწყე არ იყო ჩემი გათვლა ის რომ აი სპონსორებს მოვიზიდავ იმიტომ რომ მივეჩვი ამდენი წელია TikTok-ი მაგრავი 2020-დან პანდემიის პერიოდში გადმოვწერე და მეთქი მივაჩვო თან საზოგადოებას ხო ქსელები Facebook-ი Instagram-ი Instagram-ზე Instagram-ი ვიცი ხო Instagram-ზე დაიკავშირდი მაგრამ ხო იქაც ხო იქ ამდენი გამომწერი ყავდა 20-მდე ამბობ ხო 20,000 გამომწერი მყავს Instagram-ზე იმიტომ რომ Instagram-ზე დიდად არ ვაქტიურობ რა ისე თუ TikTok-ზე ყოველ დღე შემიძლია ვიდეო დავდო Instagram-ზე შემიძლია კვირაში ერთხელ დავდო ხო ანუ მარტო ერთი სოციალურიც არ გაქვს Instagram-იც გაქვს ახლა უკვე YouTube-იც გაქვს ანუ ხო და YouTube-ზე იმის თქმა მინდოდა რომ არ მქონია ის ამბიცია რომ აი სპონსორები და ფული გავაკეთო და რაღაც არა რა ანუ მართლა მაინტერესებს ეს თემა თან ახლა ყველა YouTube-ზეა გადასული და მეც საჭმელს რო ვჭამ YouTube-ს ვრთავ. ანუ აღარც ფილმს აღარ ვიჯდები არაფერი რა და დაინტერესება მაინც ნული. რაც არ უნდა დადო რა. ნუ ძალიან ცნობილია.
ძალიან მაგარი ვიდეო რო დავდო, 0 რა. შანსი არ მე არ შემომსვლია არანაირი მეილზე მესიჯი წერილი, რომ აი თქვენთან გვინდა რაღაც თანამშრომლობა. ძალიან ერთჯერადად რა, აი რუდის პანდა თუ გამომიგზავნის ამ ვიღაც და unboxing-ი. ხო, უცნაურია იმედი რაღაცა გვიყურებს მე კიდე კომპანიის წარმომადგენლები და მარკეტინგები და მოუწოდებ რომ კიდე ერთხელ გადახედონ შენ კონტენტს და მე რაღაცა აღარ ვიცი მომავალში დარწმუნებული ვარ ბევრი წარმატება გექნება და კიდე ბევრჯერ იქნები მარტო TikTok-ი არა რაღაც მედიის ყურადღების ცენტრში და მადლობა. ხო, თუმცა ერთ-ერთ კომპანიაში ვიყავი ხა, ისიც იქეთ მივედი. და იმათმა მირჩიეს, რომ აი ტვინი უნდა უბურღო ყველას, მეთქი არ შემილია, მცხვენია. ანუ მცხვენია, უნდა უბურღო, მეთქი. და აი გამოვიმუშავებ მაგასაც, არ ვიცი ოღონდ როგორ გამოვივა, არ შეგვირდებით მეთქი. ნახოთ, არ ვიცი. ხო. უცნაურია წესით, რა იმედი გამოჩნდება რაღაცა და YouTube-ზეც თუ კარგია რომ შემოხვედი. და ამ მიმართულებით დაიწყე აქტიურობა YouTube-საც უნდა ეს სისტემატურად დადება არის ძალიან მნიშვნელოვანი და არ ჩააგდო რა ის თქვათ, ზეა კვირა ან რაღაცა ეცადე რომ მაქსიმალურად ყოველთვის შეინარჩუნო და რა ვიცი კიდევ ერთხელ მოუწოდებ ჩემს მენებსაც რომ გამოიწერონ შენი არხი კარგი პოდკასტია და პოდკასტების მოყვარულებისთვის. მადლობა. რას თქვა ტაიკვანდოზე ვარჯიში დაიწყე, თუ როგორ იქნება სწორი ტერმინი, საბრძოლო ხელოვნებებს თუ უყურებ, UFC-ს თუ უყურებ. კი. დაიწყე ყურება. კი. ანუ ზოგადად მე სპორტი ბავშვობიდან მიყვარს რა ეს საყურებლად, მაგრამ მინდოდა კიდევაც მე კარატე, მაგრამ და ჩემმა მითხრა იმ პერიოდში, პატარა ვიყავი ალბათ 10 წლის. გოგო და კარატე ვის გაუგიაო და მე წინა მეთქი, ანუ კაცრავად მაინც ავისრული ხედა მაინც მოვედი კარატეს მსგავს რაღაცაში და UFC-ს ახლა რო არ უყურო დანაშაულია რა ეს ამ ხელა სპორტსმენები ყავს. ვინ არის საყვარელი მებრძოლი? საყვარელი მებრძოლი პირველ რიგში ჩვენები რა. ხო, ეგ თავისთავად არც დავინტერესდები ესე სპეციალურად რომ ღამე გავიღვიძო და ვუყურო თუ თვალიშვილი და თოფური არ ჩხუბობენ არა, შანსი არა. ანუ არ მაინტერესებს რა სხვების, ეხლა ჩვენების მაინტერესებს, იმიტომ რომ რას ქვია, ტირი ვარ ხოლმე რომ იგებენ ჭკუაზე არ ვარ. ასევე კვარაცხელიაც როცა თამაშობს, გამორიცხულია რომ აი მაგმად არ ვუყურო, არ არსებობს. იმიტომ რომ აი მაგ დროს რაღაცა სიამაყის იმხელა გრძნობა მაწვება, რომ მეხმარება მე რომ გავიღვიძებ ვარჯიშზე მახსენდება კვარაცხელია ყავს ეთქვა თვალიშვილი თოფურია ეს რა მეგრელები ეს წვენა და ესე რა სპორტი ჩემთვის პირველ პლანზე დგას ამ ეტაპზე. ხო, ან დანარჩენ მებრძოლებს ისე არადევნებ თვალს ესე იგი. აი როდის იცი ფინალური ბლოკი როცა აქვს თვალიშვილს და მანამდე სხვები რო არიან, ხო რა ოლივიერას ეხა მასზე ძალიან მარტივად რომ მოუგებდა თოფურია არ მეგონა, იმიტომ რომ ნანახი მქონდა მანამდე მაგის ბრძოლები და ეს შიგადაშიგ ვუყურებ რა, თორე სპეციალურად რო ახლა ღამის 3 საათზე გავიღვიძო და ვიღაცა ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი არ იყოს და ვუყურო არა. ვიქნები რა. გულწრფელი. ხო, მეც ხო მარტო მაგ შემთხვევაში ვიღვიძებ ხოლმე, სხვებსაც უყურებ და მაინტერესებს, მაგრამ აი ქართველი თუ ჭყავს, ვიღვიძებ რომ პირდაპირ ეთერში ვნახო და თუ რაღაც ისეთია ბრძოლა არა ქართულის, მაგრამ მაინტერესებს რომ ვიღვიძებ, როცა ვიღვიძებ, ჯერ არც ტელეფონს ნახულობ არაფერი, UFC-ს თავ ვახო, უყურებ რომ შედეგზე არ დავსპოილერდე და ესე უყურებ ხო, თორე ხანდახან ახლა დილის 5-ზე და 6-ზე გაღვიძება მაგისთვის. კი, ძართულია. გიზარებათან, მაგრამ აი ტაიკვანდოს შეჯიბრი რო არის, განა პარა ტაიკვანდოს, ჩვეულებრივი ტაიკვანდოს, ჩემი შეყვარებულიც ნაკრების კაპიტანია და ის რო შეჯიბრზეა ხო მე იმ დღეს საერთოდ სახლიდან არ გავდივარ რა, ვუზი ვარ თავიდან ბოლომდე ამ ლაივ სტრიმს და ისე სოფლიო ჩემპიონატი რო გადის. ბეკა ქავთარაძე. ბეკა ქავთარაძე. ტაიკვანდოს ნაკრები, საქართველოს ნაკრების. კი, ეროვნული ნაკრების კაპიტანია და ხო, იმის თქმა მინდა რომ სოფლიო ჩემპიონატი რო არის ტაიკვანდოში და იცი პარა ტაიკვანდოისტმა მგონია რომ მაგაზე სასიამოვნო დღე არ არსებობს რა, პირველი ჩხუბიდან ბოლო ჩხუბამდე ყველა ვიცი ხოლმე. აი ინტერესი მაქვს, რომ აი ხარ ასიზემს და თან ისე ძალიან აზარტულია რა.
თავში რო გირტყავენ სამი ქულა ესე და აი ქულები რო იწერება უკვე აზარტში ხარ ხო ხვდები და ჩემთვის ბედნიერი დღეა ეს ტაიკვანდოში რაღაცა შეჯიბრებები რო იგეგმება რა. ოღონდ პარატაიკვანდოს ყურება მე არ მიყვარს. აქაც გულწრფელი ვარ და ეს პატიოსნად ვიტყვი, იმიტომ რომ ცოტა უაზრობაა რა, მარტო ტანში მუშაობ და იმ დონის სპორტსმენები არ არიან როგორც ჩვეულებრივ ტაიკვანდოში, ხალხი დაფრინავს რა და სასიამოვნო საყურებელია ნამდვილად. უბრალოდ საქართველოში განვითარებული სპორტი დიდად არ არის რა და გული მწყდება ამ ყველაფერს. ეს კორეული ეს არის ხო საბრძოლო ხელოვნება? კი, კორეაში ასწავლიან სკოლებში, როგორც ჩვენ სწავლობთ ქართულს, ან მათემატიკას, ისე სწავლობენ ისინი ტაიკვანდოს რა. სასწაული სპორტია მართლა, იმიტომ რომ სკოლაში დაგჭირებია გამოყენება. არა. ჯერჯერობით არა. ხო, ჯერჯერობით არა. თამძღოლი ხარ და შეიძლება გზაზე გაგაბრაზოს რაღაცა. ხო. ეგ ხო, ყველა მძღოლს გვაბრაზებენ ხო? კი. ხო და ამიტომ ვისურვებდი რომ ტაიკვანდო საქართველოში ძალიან ისეთი სპორტი გახდეს რა, წარმატებული. საინტერესოც არის, საჭიროც არის და ტაქტიკურია რა, აი სუტუინით მუშაობა გჭირდება ამ სპორტში. ამიტომ მშობლებს მოვუწოდებ ტაიკვანდოს მოიყვანო. ხო, აი ხა კარგი თემას მივდექით, მეც ბავშვობაში რა თქმა უნდა, ალბათ როგორც ყველა ბიჭს რაღაც პერიოდი აქვს, უმეტესობას რომ კარატისტობა მინდოდა და თან ახლა ბრუსლის და ჯეკი ჩანის ფილმებს უყურებდი და რა თქმა უნდა, კარატისტობაც მინდოდა, მაგრამ კარატეზე რომ მივედი, მალევე მივხვდი რომ ძალიან არ მომეწონა. ხო. ალბათ არასწორად გილას მოხვდი, ან სკოლა იყო, ან წუხნელი რაღაც ისეთი, მაგრამ მაგის მერე საერთოდ საბრძოლო ხელოვნებად საერთოდ დავივიწყე. სპორტის რომ მიყვარდა, ხო. კარატე გინდოდა, იმიტომ რომ გეჩხუბა, ხო, მაგაცაა. ხო, ბრუსლის ავით რომ მეჩხუბა, მაგიტომ მინდოდა. ზუსტად ეგაა ტაიკვანდო. 5 წლის რო ვიყავი, ალბათ 6 წლის. კი. ხო და ნუ მე რა თქმა უნდა რაღაცა სხვა სპორტები ვცადე მე კალათბურთს თამაშობდი და რაღაც დაახლოებით 10 წლის წინ დავიწყე კრივი. აჰა. წონის დასაკლებად. და მე ისე შემიყვარდა რომ მე მაგიტო შემიყვარდა საბრძოლო ხელოვნება თავიდან და მე UFC და ასე შემდეგ რა და დღემდე ვარჯიშობ ხოლმე რაღაცა რამდენიმე თვე წელიწადში კრივი თუ არ დაკავებული და ძალიან თავიდანვე რომ თქვა გავყოლოდი ახლა ნანოფ რა რომ რაღაც დიდი პერიოდი ჩავაგდე რა და რაღაც ბავშვობაში ამ ესეთი სპორტით არ ვიყავი დაკავებული იმიტომ რომ ვთვლი რომ ძალიან მაგარია ნებისმიერი საბრძოლო ხელოვნება და ხასიათზე მაგრამ მოქმედებს და მენტალობაზე დისციპლინაზე შენ როგორ თვლი ამდენ მნიშვნელოვანია თუნდაც აი საბავშვო ასაკში და თან გოგოებისთვის კიდე მithumetes ესეთი ის არის ჩვენ საზოგადოებაში დამოკიდებულება რომ გოგოს რა უნდა ხო მე მგონია მე ჩემს წარმოგდგენაში რა ვიცი გოგოშვილი თუ მეყოლა უცებად მივიყვა რაღაცა საბრძოლო ხელოვნებაზე მეცდები რომ შევაყვარო მინიმუმ კი, ანუ მე მგონია რომ დღეს უკვე აღარა ეგ რა. ეხლა დედაჩემმა რომ მითხრა იმ წლებში რომ გოგო და კარატევის გავუგიო, ეგრე ეგონა ყველას. დედაჩემიც თან პატარაა და ეხლა მაგასაკში ეგრე ფიქრობდა, თუმცა დღეს მე მგონი უკვე ეს სტერეოტიპი დაიმსხვრა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გოგო ვარჯიშობს ტაიკვანდოზე, მაგრამ რა არის იცი, აი კარატე კი, ძალიან მაგარი სპორტია, მაგრამ შობელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ჩემი აზრით ოლიმპიური და არაოლიმპიური სპორტი რა. ძალიან ცუდად ჟღერს ახლა ეს ამბავი, მაგრამ შვილისთვის ხო მაინც მომავლის შესაქმნელად გვინდა ჩვენ სპორტი, მაგიტო შეყავს ახლა ყველა. არაოლიმპიურ სპორტში თუ მიიყვან, ღმერთმა იცის ახლა ოლიმპიური როდის გახდება ის სპორტი და ყოველთვის ასურველია რომ მაინც ოლიმპიურ სპორტზე მიიყვანო და ესეთი არის მათ შორის ტაიკვანდოც რა. კარატე ვიცი რომ არაოლიმპიურია. ნუ რამე თუ არ შეიცვალა ამ ბოლო პერიოდში. მე ესეთი ინფორმაცია მაქვს. ხო და კი, კარატე ცოტა ისეთია რომ აი სულ დარტყმები გიწევდა, ოღონდ ადგილზე, ხო? ხო ვწდები. კონტაქტური სპორტი არ არის მე რა ვიცი. არა, კი, ნუ მე რა ვიცი. არ ვარჯიშები კონტაქტური არაა რა, იმიტომ რომ მე არა, ვარჯიში და სპარინგები იყო კონტაქტური. მართლა? თავიდანვე, ანუ აი პირველივე ვარჯიში რომ შემიყვანეს საერთოდ არაფერი არ ვიცოდი, მაშინვე ვიღაცასთან მასპარინგეს და. ვინც ჩემზე კარგად იცოდა კი არა, იცოდა, მე არ ვიცოდი არაფერი და. რა თქმა უნდა, პირველივე რეაქცია იყო რომ არ მომეწონა, იმიტომ რომ გავილახე მაგრად. ხო. მე მახსოვს რომ ჩემი ძმა შევიყვანეთ პირველად კარატეს და იქიდან მომეწონა და ხო შეიძლება ეხა მიდგომა სხვანაირიან სკოლები იყოს მაშინ მე ვიძახი 90-იან წლებში ვიძახი საერთოდ რომ არსებობდა რაღაც კარატისტი ეგეც გასაკვირი არის მაშინ მაგრამ ხო მე ესეთი მქონდა წარმოდგენა რომ სხვანაირი ისე აქვთ მიდგომა კარატეზე რაღაც სხვადასხვა რაღაცებს გასწავლიან აქ ტაიკვანდოზე არის რომ სულ ჩხუბობ რა სულ იბრძვი რაღაც მაგრამ ეხლა დღეს რომ მოხვალ და მედალოსნებს რომ შეგახვედრებენ ეგრე არა დროთა განმავლობაში ვითარდები რა
სპორტი ზოგადად ანუ სპორტი არის ერთადერთი რამ რითაც ადამიანი დაკავებული უნდა იყოს. აი არ ვიცი რა. აი რო გამოდიხარ კრებიდან ხო ძალიან ბედნიერი ხარ. კი. მეც. ეხლა მე და ჩემო თომა დავიწყოთ კროსფიტზე სიარული. და ნუ აი რაღაც იქაც ის სამძიმე არის რა, ძიმე ვარჯიშები არის და ნუ აი ვარჯიშის მერე ყველა ვარჯიშის წინ არის რომ რა მინდოდა, რატო დავიწყეთ ვარჯიში და მე ვარჯიშის ბოლოს არის რომ აი რაღაც ძალიან მაგარი შეგრძნება და რაღაც უფრო ის ხარ რა, თვით დაჯერებული ხარ და კმაყოფილების გრძნობა არის რავი უმაღლესი. მეც ეგრე ვარ ხა რაღაც რო ქსიამოვნებს დადებითი განწყობით გამოდიხარ და აი ყველას ამას უჩიჩინებ ხოლმე რომ აი კარგია, სცადე, მიდი, მიაწექი. ხო, მარტო იმ მომენტისთვის არა რომ ვარჯიში მე კარგად იგრძნო თავი, ზოგადად ცხოვრებაშიც მოყვება. თან მithumetes დისციპლინას სწავლობ რა, იმას სწავლობ რომ ამ დროს იქ უნდა წახვიდე და აი საქართველოში კიდე არ ვიცი, იმიტომ რომ მე პოსტები მინახავს ფიტნეს დარბაზებიდან, სადაც მოუწოდებენ იმ ადამიანებს, ვინც ეს გირები იხმარა, ან მოიხმარა უკაცრავად და არ დაბრუნო თავის ადგილას რა, აი ეს ახლა დისციპლინაა, ხო, რომ დისციპლინაა, რომ საკუთარ ადგილს უნდა დააბრუნო. აი მაგ ყველაფრის გამომუშავებაში გეხმარება რა და არა მხოლოდ. ხო, და მარტო თქვათ ყველას ხუჩებ ხოლმე რა და ბავშვებთან მიმართებაშიც თქვა თუ კი ეს კარგი რჩევაა რომ თქვა თუ ფიქრობ მის სპორტულ კარიერაზე იმაზეც ფიქრობ ოლიმპიურია თუ არა და რა მომავალი აქვს მაგრამ თქვა შეიძლება საერთოდ არ ფიქრობდე რომ სპორტსმენი გინდა გამოვიდეს მაგრამ მაინც საჭირო არის რა სპორტი თან პატარაობიდან მithumetes აი რაღაც არ ვიცი მაგრამ ზუსტად ესეა თუ არა ცუდი და კარგი ყველგან ურევია მაგრამ მე არ მეგულება სპორტსმენი იყოს რაღაც სხვანაირი რა აი რაღაც დადებითები უფრო პატიოსანი ტიპები არიან აი ცუდს არ გეტყვიან არ გაკადრებენ და აი რაღაც სულ სხვანაირი რაღაც მოდის ვაიბი მაგათი მხრიდან ხო ხვდები აი თავაზიანობა უფრო მეტად აქვთ და რაღაც და მე ვფიქრობ რომ ეგ სპორტის დამსახურებაა. ნუ რა თქმა უნდა ახლა სახშიც როგორ გზრდიან ეგეც მნიშვნელოვანია, მაგრამ აი სპორტსმენი უფრო სხვა ადამიანია რა. ხო, მან სპორტში ვერ მოიტყუები. რაღაც შედეგს ტყუილით ვინც უნდა დაგეხმაროს და რაც უნდა თქვათ გუნდში აგიყვანონ, იმიტომ რომ რაღაც ის თხოვნით, იქ თუ რაღაც ვერ გააკეთე რა, ისეთი ალბათ ეს იმართლესთან და რეალობასთან შეჯახება გიწევს, იქ რაც არ უნდა მოხდეს და მე უფრო თავდამსხმელობისკენაც გიბიძგებს და უფრო რეალისტი ხდები ცხოვრებაში და ნაკლებად შანსი რომ თავში აგივარდეს ან რაღაცა არასწორი წარმოდგენა გქონდეს შენ თავზე. იქ რეალობას ხედავ რა, ნებისმიერ სპორტში განსაკუთრებით ორთაბრძოლების დადებითი ხარ რა ეგრევე მწვანე გაქვს სპორტსმენი რო ხარ ხო კი ნამდვილად კარგი რაღაც არის ორთაბრძოლაზე თუ აქვს საყურებელი ფილმები კი მე ბავშვობაში გავიზარდე მაგ ფილმებზე ვინ ბრუს ლი ჯეკი ჩანი ალბათ ხო ჯეკი ჩანი ანუ წარმოიდგინე ჯეკი ჩანის ფილმებზე ვარ გაზრდილი აი გიჟდებოდი ვანდამი ის რა ქვია მოიცა კიდე ვინ არის ნუ მოკლედ არ მახსოვს მაგრამ ნუ ის თაობა იყო ჩაკ ნორისი იყო ხო აი თან სულ მოკლედ ამ ბრძოლას სტივენ სიგალი იყო ნიკო კი აუ რა დრო იყო და ძირითადად ამ ჯეკი ჩანის ფილმები უფრო პოპულარული იყო მაშინ და მე რო პარიზში ოლიმპიადის ჩხუბი მოკლედ კერდა ოლიმპიადა გავხსენი მე რა აი საერთოდ არ ვიცი სად უნდა წავიდე რა უნდა გავაკეთო ეს მოხალისეები მხოლოდ იმას გეუბნებიან რომ აქ უნდა დადგე და ტატამი აი იქ არის გაშლილი კაი და გვერდზე მიდგას ვიღაცა ავისფერ ზედა ქვედაში ჩაცმული ადამიანი მეთქი ვინაა და ამან უნდა გახსნას ანუ გახსნა არის რომ რაღაცა უნდა გააკეთო რა ილეთი თუ რაღაც და ესე გავხედე კი ნაცნობი სახეა მაგრამ მოვიხედე ისევ და ეს გოგონა ვერიცანიო და ვერა მეთქი ჩეკი ჩანიაო და კაი ანუ რა დამევარდა იცი მეთქი რა და რო გავხედე უკვე გადიოდა რა ეს ხსნიდა რაღაცას და ყველა ემოცია მაწვევა ის კი აღარ მახსენდება რომ მე იქ უნდა გავიდე და ვიჩხუბო ის მახსენდება რომ ჯეკი ჩანი ლეგენდა აგერ მეთქა როგორ გავუშვი მეთქი და რო დაბრუნდა ანუ ჩავეხუტე მეთქი ბავშვობიდან შენი ფანი ვარ რაღაც და მიდი ხა კარგად იჩხუბეო ესე მითხრა ვერ მოვასწარი ერთ ფოტოს გადაღება ვერაფერი იმიტომ რომ პირველივე ჩხუბი ჩემი იყო მე ორი ქული წავაგე და ხა მაგის თავი ნამდვილად აღარ მქონდა და ლეგენდას ჩავეხუტე და მე სხვათა შორის რომ დავბრუნდი სასტუმროში სულ ჩავუყევი მაგის ვიდეოებს გავიხსენე ბავშვობა ამის ამსახველი ვიდეო რაღაც არ არსებობს მე არ მაქვს
ჩემ გუნდელს აქვს რა ის დაჯილდოებაზე მოხდა და აქვს, მაგრამ მე არაფერი არ შემრჩა. მე დაჟე ისიც არ დამრჩა, რა ქვია. იქ გაცვია სპეციალური სენსორები ხელის და ფეხის. ისინიც კი არ დამრჩა სამწუხაროდ. იმდენად შოკი იყო ჩემთვის ერთი ქულით წაგება, თან პირველივე რო გადიხარ, აი ურთულესია რა, შეჯებს რო შენ ხსნი. ხო. ამაზე ცუდი მომენტი არ არსებობს და ისიც დავკარგე, იმასთან ფოტოც არ დამრჩა და ეს. მაგრამ ხო ყავს ნახე. ჩახუტებული ვარ ბოლო-ბოლო. ეს შემდეგ ოლიმპიადაზეც იქნება. ხო, ეგ ისეთი ლეგენდაა თან ტაიკვანდოს თემაში რომ აუცილებლად. ხო და ანუ სულ არის ხოლმე ჩართული ამაში თუ უბრალოდ დაემთხო იმ ოლიმპიადაზე იყო? სულ არ არის. ოლიმპიადაზე იყო, ხო? პარიზის ოლიმპიადის ამბასყური. ხო. ჩვენი შეჯიბრი მაგან გახსნა რა. ერთ-ერთი სახე ეგ იყო წარმოდგენილი. მე ვნახე ბექაურის სტორები და მაგათთან სნუპდოგი იყო. ჩვენთან ეს იყო რა. სნუპ დოგის და ჯეკი ჩანი. ესეთი სტარი ვიხილე, მაგრამ ვერ ვიცან, იმიტომ რომ ცოტა ბებერი იყო უკვე. წარმოიწყინა ოღონდ. ეხლა მე ჩემი შეყვარებული იყო რა თქმა უნდა ჩამოსული ოლიმპიადაზე და ტვინი წავუხე მთელი დღე. მეთქი ეხლა რამე რო დაემართოს ჯეკი ჩანს, მეთქი უფრო ძალიან განვიცდი, იმიტომ რომ ესე ვიცნობ, მეთქი პირადად რა. არ გაგიშდებოდაო კი მითხრა. ხო, ჯეკი ჩანს ძალიან ისეთი ჯანმრთელობა აქვს. რასაც მაგან გაუძლო და რამდენი მოტეხილობაც მაგას გადატანილი აქვს და ტრავმა თითო ფილმის გადაღებისას. მე გავიგე რომ მაგას კასკადიორი არ ყოლია. ხო. თვითონ აკეთებს თურმე ყველაფერს. ხო, მე ვიცი რომ რამდენიმე ათეული ალბათ 30-40 მოტეხილობა აქვს მიღებული გადაღებებზე. მეტი თუ არა. ეს მოტეხილობა და იქ ნაღრძობის ახსარი და დაბეჟილობას არ ითვლება. თუ მიყვარდა 50%, ეხლა მიყვარს 150%. აი ძალიან უშუალო ტიპი აღმოჩნდა რა და ძალიან კაი იყო, ამათ ღირდა მართლა. ის პარიზის ოლიმპიადა. თან მაგისი აი ძველი ჩინური ფილმები რაც არის, ჩინეთში გადაღებული, ესეთი ვთქვათ, კარატის და ურთაბრძოლის თვალსაზრისით განსაკუთრებით მაგრებია, იმიტომ რომ მე როგორც თვითონ ყვება, უკვე ჰოლივუდში რომ წამოიყვანეს, იქ ფულს აღარდებდნენ, იმაში რომ თვითონ ბრძოლის ის ყოფილიყო კარგად გადაღებული რა, იქ ჩინეთში თვეები ქონდაო, რომ დაგვედგა თქვათ რაღაცა ორწუთიანი ჩხობის სცენა შეიძლება ნახევარწელი გადაიღოთ, რომ ყველაფერი რეალისტური და კარგად დადგმული და ის ყოფილიყო და ჰოლივუდში რაღაცა ხელის მოქმედებას გადაიღებდნენ, მე ის რომ წაიქცა და ესე დამონტაჟებული და დიდი არაფერია და თვითონ ამბობს რომ ის ფილმები უფრო მაგარი არისო ჩხუბის თვალსაზრისით რა. ხო. ძველებია. შრომაყარები ესე. კი. და კიდე ერთი ფილმი იყო, არ ვიცი, აქვს თუ არა ნახე, ქარის მებრძოლი ესე ქვია. სახელი შეიძლება არ მახსოვდეს, მაგრამ მეგონი კიოკუში კარატეს გამოგონებელზე არის. რაღაცა მან მოიგონა ეს სახეობა და კორეელი იყო თვითონ და იაპონიაში ჩამოვიდა და მის ცხოვრებაზე არის რა მოკლედ და ეს იაპონიის კარატის სკოლებს დაუყვა და იქ ყველას როგორ ამარცხებს და რაღაცა მაგარი ფილმი არის და ეს ცოტა რეალისტურად არის. თითქმის ყველა მაქვს ნანახი ესაც თავდება ხარს რო ქას ატეხავს და მე ესეთი ლეგენდაა რომ რაღაცა 8 თუ 9 ხარს მოატეხარ ქა ისეთი დარტყმა ქონდა რაღაცა. მახსოვს ეგეთი კადრებიც მახსოვს ბოლოს რაც უყურე სადაც ჯეკი ჩანი თამაშობს ეს არის რაღაც პანდებთან არის რა ანუ იმდენად დადებითი ტიპია წარმოიდგინე რომ პანდებთანაც გადაიღეს და ბავშვია ცუდად რა და იმ ბავშვის ოცნებაა რომ პანდა ყავდეს და აი ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ იმ ბავშვს ეს ოცნება აუსრულოს კინოთეატრებში გადიოდა სხვათა შორის. მე არ მოგხსნა ბოლოს ნახე რაღაც ცხენთან ერთად რო არის მაგრამ რაღაცა ცხენი რო ყავს თუ რაღაც ეგეთი არის მაგრამ რო ტირის ხო კადრი არის რომ ტირის. ბოლომდე არ მოგხსნა ნახე რა მაგრამ ნუ ახლა რაღაც ის ჯეკი ჩანის ფილმი აღარ არის როგორიც იყო რა. ხო. აღარ შეუძლია ჯეკი ჩანის მიოთ სენტიმენტები როგორ მოკიდა უყურებ და. ხო. კარგი წავიდეთ ბოლოსკენ ეს ბლიც კითხვები გვაქვს. ნახევრად თითქმის ძირითად მაყურებლების განწამოსული შეკითხვები არის ეს იდეები რომ ეს კითხვები ყოფილიყო 4 შეკითხვა არის პირველი არის რომ შეიძლება დაასახელო ერთი ადამიანი ვისაც უნდა იცოდეს საზოგადოება. აი რომ ვიცოდეთ რომ კარგი იქნება და ვინც არ ვიცით ან მეტად ვიცოდეთ. საქართველოში ხო? ნებისმიერი. ალბათ უფრო საინტერესო იქნება საქართველოში თუ გეგულება გახსენდება ახლა ვინმე ეგეთი. ვინც უნდა ვიცოდეთ და არ ვიცით ხო? ან არ ვიცით ისე კარგად. ხო. ჩემი შეყვარებული.
და რატო ხოდიცი? ანუ მე არ მეგულება რა, ჩვენი თემა მაინც ხო სპორტი იყო და ამიტომ ვიტყვი რომ მე არ მეგულება ადამიანი, განა იმიტომ რომ მართლა ჩემი შეყვარებული მართლა ადამიანური თვალსაზრისით მე არ მეგულება ვინმე ვინც ამაზე კარგი იყოს ამ სპორტში რა, ტაიკვანდოში თუნდაც. და მით უმეტეს საქართველოში რა ძალიან მიკერძოებული ლაპარაკი მაქვს ხა, მაგრამ დისციპლინით ყველაფრით ვფიქრობ, რომ ეხა ხო არიცით, მაგრამ დადგება მომენტი, რომ უეჭველი ყველა გაიგებს მის სახელს და გვარს. რომელიც არის, ისევ გავიმეოროთ. რომელიც არის ბექა ქავთარაძე. აჰა, ძალიან კარგი. სიამოვნებით მოვიწვევდი მეც და იქნება მე რამენერად გამოვიდეს ეს, რომ აქაც თუ ეცლება და იქნება სრული, რომ მოვიდეს სტუმრად. აუცილებლად. რა არის შენი პირველი მოგონება, რაც გახსოვს? ჩემი პირველი მოგონება არის ესე ხა ყველაფერი ერთად გამახსენდა. პირველი რა გაგახსენდა? პირველი არის მამაჩემი რა. მამაჩემთან დაკავშირებით აი ყველაფერი ყოველთვის მახსოვს. ყველაფერი ყველაზე მეტად მიყვარს და აი რაღაც გოგოებისთვის მამა არის ფენომენი რა. აი მამა რო ყავს, ჩათვალე რომ ყველაფერი გააქვს, მაგრამ მამაჩემთან დაკავშირებით გავიხსენები იმას, რომ მაგაზე ბედნიერი სახე მე არ მინახავს, აი არავისზე, როცა პირველად შედგა გადმოვარდნის მერე ჩვენი დიალოგი. ისეთი ბედნიერი იყო, რომ დედაჩემი პალატიდან რო გადიოდა, ჩემთვის არ შეიძლებოდა გაზიანების დალევა რა, რეაბილიტაციის პერიოდში. ეშულში არ მასმევდნენ გაზიანებს და ჩუმად მოქონდა. პატარა რაღაც გაზიანის სასმელები და ჩუმად მასმევდა. არავის არ უთხრა. ანუ ბედნიერებისგან უკვე ჩუმჭკუაზე მოვიდა რა. შვილი რო გადაგირჩა, ხა როგორ არ დალევინო გაზიანს სასმელს. და ეგ მახსენდება ხოლმე ხშირად რა. ეგ მანებივრებდა ისედაც ბავშვობიდან. დღემდე ეგ მანებივრებს და ეგ გამახსენდა პირველი. გარდაცვალების შემდეგ სიცოცხლის თუ გჯერა? კი. გონია რომ იცი რა, აი რო გარდაიცვლები, მე მოდიხარ ვიღაცის სხეულში, შენი სული ვიღაცის სხეულში მოდის. აი მე მაგ ხოლმე რაღაცნაირად მომენტები, როცა ვფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა მოვასწრო, იმიტომ რომ წინაზე თითქოს ვერ მოვასწარი თუ რაღაცა ისეთი შეგრძნება მაქვს რაღაც იდიოტური რა და ჩემთვის უჩქუები რატო ვფიქრობ ესეთ რაღაც. ის სულ ვაკეთებ ხოლმე დადებითად დამოხტულ და რაღაც კარგ რაღაცებს, რომ უფრო მეტი მოვასწრო რა, აი შეჯიბრი მაქვს ხა წარმოიდგინე 25 მარტს, 21-ია დღეს და შეჯიბრი თებერვალი, ხო, მე ვინც გვიან ნახავს ამას. ხო, 21 თებერვალია და ვფიქრობ შეჯიბრთან ერთად კიდე ბევრ რაღაცაზე, რომ აი მოვასწრო, მგონია რომ შეზღუდული ვარ დროში რა. და მგონია რომ სიკვდილის მერე მაინც მოდიხარ. და რა არის ცხოვრების აზრი? ბოლო შეკითხვა. სიცოცხლეა ყველაზე მნიშვნელოვანი რა. აი ცხოვრებაში თუ გითენდება დილა, ვფიქრობ რომ ყველაფერი შესაძლებელია. თავარია გავიღვიძოთ. ჩემთვის მაგალითად მზიანი ამინდი როა, აი მაგ დღეს შემილია ყველაფერი გავაკეთო აბსოლუტურად რა. არ არსებობს რა რაღაცა, რასაც ვერ გავაკეთებ და ვფიქრობ რომ სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენს. ძალიან საინტერესო იყო. ესე იგი უახლოესი ტურნირი, რაც მოდის ეს არის მარტში. 25 მარტს. ევროპის ჩემპიონატი. არა. Turkish Open. ევროპის ჩემპიონატი არის 14 მაისს. 14 მაისს არის, ხო? ხო. სად შეგვიძლია რომ ნახოთ? YouTube თუ გაჩნია ტურნირი, ყველა ტურნირის თავისებურად. არა, ყველა YouTube-ზე იქნება ლაივი. სტრიმი არის. თუმცა წინასწარდებ ხოლმე რა Instagram-ზე, იმიტომ რომ რამოდენიმე page-ია რა. ეხლა მაგალითად თურქეთს თავისი page-ი აქვს, ბრაზილიას თავისი და ასე შემდეგ და მე ვიციებ და კარგი, წარმატებები. ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებ. დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრჯერ გავიგებთ შენ შესახებ და შენი წარმატებების შესახებ. გამოიწერეთ ლიკუნას არხი, მითითებული იქნება აღწერაში. YouTube-ი და კიდე რა ვიღასაც მეტყვი იმასაც ჩავსვა, TikTok-ი იქნება თუ Instagram-ი თუ რაც იქნება. არა, YouTube-ი იყოს. ამჯერად YouTube.
და მადლობა რომ გვიყურებდით, გთხოვთ რომ არხი გამოიწეროთ, ვიდეო და ლაიქოთ და შევხვდებით ერთ კვირაში.